ზოგად საქმეთა საბჭოს გუშინდელ შეხვედრას ესწრებოდა ყველა კანდიდატი და წევრობის მსურველი სახელმწიფო, მაგრამ ერთი სკამი იყო ცარიელი. გუშინ ამ სკამზე უნდა მჯდარიყო ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური პროქართული ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს ხალხის 84%-ის სახელით მოეთხოვა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის დაუყოვნებლივ გახსნა. მაგრამ გუშინ ეს სკამი იყო ცარიელი და ამას გვამცნობს თვითონ ევროპული კავშირი და გვამცნობს ქართულ ხალხს, ვისაც გველიან ერთად ევროპული კავშირის წიაღში და არაქართულ ოცნებას, რომელიც არ ყოფილა მიწვეული, როგორც არაღიარებული, თვითგამოცხადებული ხელისუფლება, რომელსაც არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში აღარ ელიან, აღარ ესალმებიან და აღარ ეთანამშრომლებიან. არჩევნებიდან 4 თვის თავზე არც ერთი ცივილიზებული სახელმწიფო არ ეთანამშრომლება საქართველოს ეგრეთ წოდებულ მთავრობას და არც მის ეგრეთ წოდებულ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც დღეს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევითაა დაკავებული და არა იმ პარტნიორობების გაღრმავებით, იმ მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვით, რის შანსიც საქართველოს ჰქონდა 10 წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში. ეს არის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო დასტური იმისა, რომ დღეს საქართველოს მართავს ანტიქართული ხელისუფლება, რომელმაც რუსეთის ფედერაციის დავალებით საქართველოს დააკარგინა ყველა უნიკალური და ისტორიული შესაძლებლობა. თვითმარქვია ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკა მიზანმიმართულად გვაშორებს იმ სივრცეს, სწორედ იმ სივრცეს, სადაც არის მშვიდობა, კეთილდღეობა და უსაფრთხოება და გვაახლოვებს სწორედ იმ სივრცეებთან და სახელმწიფოებთან, სადაც არის ომი, ქაოსი და არასტაბილურობა. პარალიზებული ქმედუნარო პარლამენტის, ცივილიზებული მსოფლიოს მიერ სანქცირებული ეგრეთ წოდებული მთავრობის და რუსეთის სამსახურში მყოფი კრიმინალური ბანდ ფორმირების პირობებში საქართველოს სახელმწიფო ვეღარ და აღარ ასრულებს ვერცერთ ეროვნულ კონსტიტუციურ ამოცანას და მათ შორის აღარც ევროპული ინტეგრაციის ამოცანას. გუნდი, რომელიც საკუთარ ამომრჩევლს ატყუებდა და ღირსებით ევროპისკენ სიარულს პირდებოდა, გამოძევებულია უკლებლივ ყველა ევროპული ფორმატიდან და დასანქცირებულია ევროკავშირის სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ. მაშინ, როდესაც ჩვენ ყოველდღიურად კარგავთ ყველა უნიკალურ შესაძლებლობას, როგორც პოლიტიკურს, ასევე ფინანსურს, ჩვენ ხედავთ, რომ მოლდოვამ ერთდროულად ჩვენმა პარტნიორმა რამდენიმე დღის წინ უკვე მიიღო 2 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერა და აქ უნდა ითქვას, რომ საქართველო მიიღებდა 4-მდე მილიარდი ევროს მხარდაჭერას, რომ ბოროტმოქმედი ხელისუფლება, რომელიც თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ჩვენგანს ამ საზოგადოებას და სახელმწიფოს დააკარგინა უნიკალური შანსები, უნიკალური დახმარება, რომელიც ჩვენ სახელმწიფოს განვითარებას და თითოეულ მოქალაქეს უნდა ხმარდებოდეს და რომელსაც გადაჭეხა ეს სახელმწიფო უფსრულში. ამ ფონზე, როდესაც თვითმარქვია ხელისუფლება სრულად არის აცდენილი ქართული ხალხის მიერ მხარდაჭერილ ეროვნულ მიზნებს და ამოცანებს, როდესაც ქმედუნარო პარალიზებული პარლამენტი არ და ვერ ახდენს კონსტიტუციით განცხადებული მიზნების განხორციელებას, რასაკვირველია, ერთადერთი გამოსავალი შექმნის სიტუაციიდან არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და რუსეთის მსახური ხელისუფლების განდევნა.